გამარჯობათ მეგობრებო, ყველა სიხარული ბედნიერება და ღმერთი იყოს ჩვენთან. დავიწყოთ არა? ესე იგი, მოდივარ იუტადან და მივდივარ ასეთი Long Beach-ია. Long Beach არის ლოს-ანჯელესის სამხრეთი ნაწილი. ესეთი პრესტიჟული ნავსადგური, ყველაზე დიდი ბიზნესი აქ ტრიალებს. ფაქტურად ყველა ტვიტები აქ მოდის. მე თავიდან რო გავიგე Long Beach, უცბად მეკონა აქ ვარი Long Beach-ი ჰოლივუდის და იმების დიდრების სადაც დიდრები ცხოვრობენ და უცბად მაგი მეგონა, მას სინამდვილეში არა ეს ყოფილა საწარმოო ეთეთი ამოძრავებელი ძალა ლოს-ანჯელესის რა და კერძოდ Long Beach. აი ახლა აქედან გამოვედი, იქიდან რა ქვია იმას, საცობებიდან გამოძვერი და რა ვიცი, ჩვენ ამბავში რაღაცა შემეცნებითიდან გამომდინარე პირდაპირ ყოველგვარი წინასწარი გეგმიდან გამოდი არ ვიცით ახლა რა დაგხვდება და ცოტა გავერთოთ თორე სულ ამ პოლიტიკაზე და ლიტერატურაზე და ფილოსოფიაზე რომ საუბრობ ხალხი იღლება ხალხი და მე ვიცი მე ვქნობ ჩვენი მაყურებლებიდან გამომდინარე მაგრამ რა სიზავ ვიცით ახლა გინდა არ გინდა ეს პოლიტიკა და ეს მიმდინარე პროცესები მოქმედებს მაგრამ პარალელურად ჩვენი ცხოვრებაც მიდის და ცოტა ეხა ზოგი მეტყვის მუშაობაში როგორ ერთობია და ნუ რა თქმა უნდა გავიხაროთ იმ მუშაობაშიც ის კარგი და დადებითი ვნახოთ პროდუქტს ახლა სულზე ხარ და ვიფიქროთ რა. ნუ ერთ სიტყვით მივდივართ ასეთი კონვენიენია მე არ გადავიღე იუტაში რო ვიყავი მოგახსენებთ მეგობრებო კონვენიენი არის აი მონიზებები და ასეთ რაღაცები რო ტარდება და რაღაცა ხელიჩები და რაღაც ისეთი ჩვენ ადრე გქონდა გადაღებული გახსოვთ ლოს-ანჯელესიდან რომ იქონდა რაღაცა აპარატურა და რაღაცა და მაგის მაგვარი არა მაგრამ აი ესეთი მონიზებისთვის სასატარებელი ნოხები, ტილოები და ისინი მიმივაბდა. გონი რაღაცა მონიზება და აი თუ ჩავერევი და თუ მოვხდით ამ სიტუაციაში კარგია თუ არა და ნუ შეგვჩება ეს რაც არის. დილის რომელი საათია 8 საათზე 7 საათზე უნდა ვიყო მე მითხეს 8 საათზე მოდიო და იმას რო შევხედე ზემოდან სადაც უნდა მივიდე ძალიან გადატვირთულია და რაღაც სასტუმრო ჰილტონია. ეხლა მე შემეძლო აქ ამეთ მოსული ყავი, მაგრამ იმის იქიდან გამომდინარე ვაი მეთქი ადგილს ვერ ვიპოვე მეთქი. და ცოტა მოშორებით 50 მაილით მოშორებით დავდექი ტრაქსტოპზე. საერთოდ ლოს-ანჯელესში როგორ არის მეგობრებო? აი ყოველთვის ხო საცობები და პრობლემებია რა სიარული და მე კიდევ პრობლემა ის არის რომ ადგილზე რომ მიხარ გასაჩერებელი ადგილი არ არის. და იქ მე პოლიცია გაჯარიმებს და ნუ პრობლემები მოდის და საერთოდ მინდოდა რომ მივსულიყავი დილით, თქვა ღამე მივსულიყავი რომ საცობები გავცურლო მოვშორებოდი, მაგრამ ზემოდან რომ გადავხედე იყო ძალიან ბევრი სასტუმროები და ამიტომ ვერ გავრისკე და აგეთ ტრაქსტოპზე გავშედი და დილი წამოვედი. სამწუხაროდ ისეთი საცობი იყო, სადღაც 50 მაილი უკვე მოვდივარ 2 საათი. ეხლა ის ცოტა განთავისუფლდა ეს გზა და უფრო მაგრამ სანამ აქამდე მოვიდოდი საცობებში აი ამას ვარ გადავიღეთ უკვე ამოვიდა ეს საცობი ვერაფერში. ერთ სიტყვით რუკას რო შეხედოთ ლოს-ანჯელესის ცოტა აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს არის ეს Long Beach-ი რომ გადავთარგმნოთ ნიშნავს გრძელი სანაპირო. ნახოთ რა შემოგთავაზებს ეს გრძელი სანაპირო. ჩვენ ამბავში არა მეგობრებო. ესე იგი ეს ლოს-ანჯელესი მაინც რა გადატვირთული დასახლება. თვითონ ლოს-ანჯელესი ხოა და მე გარშემო არის ეს Long Beach-ი, ფონტანა. ძალიან გადატვირთულია რა. ასე ჰაივეები ხომ მიდის ეს ჩაროშული გზა და გვერდზე არის დასახლებები. ფაქტობრივად ძალიან მჭიდრო დასახლებულია რა. მაგრამ საკმარისია ზოგჯერ აქ ხوارი ხომე საცობები, საკმარისია ამ ჰაივეებიდან გადახვიდე და იქით უკვე გზებში ძალიან თავისუფლად გადიხარ. ზოგჯერ რომ უზღუნებ ხომ ვაიმე საცობი აიხსნება ხოლმე და
და ვიხარ ისე მიხარია რომ ამ საცობებში არ მიდივარ. ჩვენ ხო ყოველთვის იმას ვამბობთ რომ პატარ-პატარა რაღაცებით გავიხაროთ. და ეხლა მეც მიხარია რომ საცობიდან გამოვედი და საცობში არ მივდივარ. მივდივარ ჩვეულებრივ სტანდარტულად. აი რომ გიხარია ტარება, ესეთი მომენტია რა. ლაკ პატარა ჩეპე მომივიდა ეს დიდი ნავიგატორი მარჯვენა წრეზე დადიო პატარა მეუნება სხვა გზად მიდიო აღარ ვიცოდი რა მეკნე და ამ პატარა ნავიგატორისა ტელეფონის იმას დავინოდე და მოდი ესე ტელეფონის იმას დაუჯერებ თორე აი ამის იქით უკვე ოკეანეა წყნარი ოკეანე და ეგ არის რომ დავიკარგე არა უბრალოდ ის მიდის რა ფორი აქვს ყოველთვის აი ლოს-ანჯელესის მიდამოებში აქ თუ კარგად არიცი ყოველთვის რაღაცნაირად იძაბები რა და ეგ მომენტში ვართ ეხლა ჩვენ აქ მომენტში ვართ თუ ჩვენ ეხლა ეს დიდი ნავიგატორის მონიკაც გასწორდა კარგი აქ დამხვდე რომ წამოვედი. ეს რა საწარმოანებო. თავისებური პალმებია. ახლა საწარმო რაიონია ესა და აქ ასე თუ ისე პალმები არ არის მოვლილი, მაგრამ ესაც საცხოვრებელი ადგილები როა. ძალიან მოვლილია რა. აქ აშკარად მიტოვებულია ეს პალმები, რაღაც თავისებური პალმებია ხო რაღაც. პალმარი მაღლადის და ამის ხისისა ძირითადი ამ ძირითადი პალმა ხო არის ხე არის და ამ ხის გარშემო კიდევ შემოხეულია რაღაცეებია რა. თავისებური პალმები. წითელზე მაჟნი უხვევენ ხომ ეს მანქანები, მაგრამ მე მაინც ვერიდები ხომ ეხა შეიძლება არ შეიძლება ეხლა უკვე ეს გავიდა წითელზე გადის. არა, ამას დაატორ ამის წინა მანქანა წითელზე გაიარა, ეს წითელი რა სტოპი, მაგრამ ეს გაჩერდა. მე ყოველთვის არ მაინტერესებს შეიძლება არ შეიძლება არის შტატები რომ წითელზე შეგიძლია გაუხვიო და მე ვერიდები თავს ვიზღებ, ზოგიერთი მისიგნალებენ ხოლმე, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ჯობია წყალეზე წავიდე და აქეთ ხო ისეთ როგორ ისინი არიან ესპანურად მოლაპარაკებიან ძალიან ცუდად და turn right after the In-N-Out burger. და ჯარიმები ძალიან დიდია. კალიფორნიის პოლიცია ძალიან კაცრია. სიმკაცე კიდე იმდენად არ აუშვება, ჯარიმებია ძალიან დიდი და ეხლა გვინდა ჩვენ ჯარიმები. აი ეხლა ნავიგატორი, ტრაილერის ნავიგატორი მეუნება მარჯვნივ წადიო. და ეს მეუნება პირდაპირ, მაგრამ უკვე იქ წინ შემამჩნიე რომ წინ წასვლა ტრაილერით არ შეიძლება, ამიტომ ისე ტრაილერის ნავიგატორს დაუჭირ. აი რა, უბრალოდ შორს ხედავთ არის ტრაილერის მაჩვენებელი, იქაც ახვიდო. ისე აი ტრაილერის ნავიგატორს. Continue on East Pacific Coast Highway. მეუნება უკან წამოდიო და მარჯვნივ შეუხვიო, მაგრამ ეს ხო პატარა მანქანების მარგარი
მარგარიტა მეუნება უკან წადიო არ წავალი დაგიჯერებ არა მე ავსა ეს პატარა იარქნები აქით მარცხნი მარჯვნივ იქითკენ უკვე ოკეანეა და აი ეს უკვე მოსახლეობა სადაც ცხოვრობს და უკვე სხვანაირი ის არის ხო? უკვე სხვა მომენტია. ვა, ველოსიპედისტები კოლეგებია. საჩევით ეს. ეს მოსახლეობა და აი ფაქტობრივად კალიფორნია რატო უყვართ ხოლმე რა ესეთი სახლები რო არის ბუნება და წეღანაც რო თქვი რა ესეთ გზაზე რო გადმოდიხარ აქეთ უკვე საცობები არ არის ჩვეულებრივი სატრანსპორტო გზა და ნუ ასე შემდეგ უბრალოდ აი მიმეებშია რა ჰაივეებზე და სწრაფ ტრასებზეა პრობლემები თორე აი ეს ნახე ამხელა ფართო გზებია და აი კლიმატი 18 გრადუსია, მშვენიერი ხდილა და ცოტა ხანში ახლა სიბროც უფრო დათბება კიდევაც. ევკალიპტები ძალიან ბევრ ადგილას არის კალიფორნიაში. ამდენ სახეც არის. ვა, ეს ეკლესია იმითი სავარაუდოდ ალბათ კათოლიკური იქნება, იმიტომ რომ ძირითადად ლათინური ქვეყნებიდან მაცხოვრებელი ცხოვრობენ აქ. ჯონ ჰელენ აპოსტოლი არჩია. მოდი ხარ არცა შეესწორა და უშვათ. არ შეგვეშალოს გადასახევი და ამის დამაგვარი. სავაჭრო ცენტრები ამერიკული სტილის არქიტექტურა ასე რომ აი ადგილებიდან გამოვედით ისევ უბრალო ხალხის იმეებში მოვედით რაიონში სავარაუდოდ იმიტომ რომ ნუ არ ვიცი ჯერ ვერაფერს ვერ იტყვი აი უბრალო ხალხი როგორ სახლებში ცხოვრობენ ნახე პატარა ერთსართულიან სახლებში მაგრამ კლიმატი კალიფორნიის მთელი ხიბლი და სიკარგე არის მისი კლიმატი. თავისთავად ახლა ამ ადგილას საშუალო შემოსავლის ხალხი ცხოვრობს და თავისთავად დიდარი ადამიანებისაც დიდი შემოსავალი აქვს. სად მოხდებით ამას ახლა ცოტა ხანში ვნახოთ. ცოტა გადავალე სტატისტიკას და სადღაც 500,000-მდე მოსახლეობა ცხოვრობს ამ ლონგ-ბიჩზე და ძირითადად ეს ლათინოსები და საშუალო შემოსავლის ხალხი. აი იგივე ვარიანტი ახლა აქით მეუნება აქით წადიო, მაგრამ ის ნიშანია იმისი, რომ ტრაილერით შესვლა არ შეიძლება და ამიტომ ისე ტრაილერის ნავიგატორს დაუჯეროთ, თორე დამაჯარიმებენ ეგეთ. ხედავ რომ ჩვენებელია რომ ტრაილერიც არ შეიძლება თეაგერ ავტობუსით მომადგა როგორი ავტობუსია ფაქტობრივად ცარიელია სულ ისე სულ მიკრის ხომ რა ეს ავტობუსები სულ ცარიელი დადიან და მოგებას როგორ ნახულობენ იმის არ იყოს მატარებით რომ წამოვიდეთ გახსოვთ იქ იმაში აეროპორტში ნევარკში წამოვიდეთ ნიუ-იორკიდან ნევარკში აეროპორტში მატარებით გახსოვთ სულ ცარიელი იყო ავტობუსები კაციშვილი არის ის რა შეიძლება დილა რო არის მაგრამ დილა რა 7 საათია ეგ წადი მარცხნივ მაგრამ არ დაუჯერ თქვენ დაუჯერებთ მეგობრებო არ ჩერდება არ დაგიჯერებთ არა
როგორი ხმა აქვს არა ეხლა თქვენ რო უსმენთ ალბათ ხუში გიტყავთ ეს ხალბატონის ლაპარაკი მაგრამ რა ვქნა At the roundabout, გაჩერდი take ქარო the third exit. შედი ქარო ბუტკაში როგორ არის ხოლმე მაგრამ რა ვქნა ცხანე მოგედავ სადი მარცხნივ არ შეიძლება აღარ დაუჯერო აი აქ ნიშანი არ არის იმის მაგრამ ვიწროა და რა ვიცი გავრის ყარ გავხარეთ ანდებას ისე ტრაილერის ნავიგატორს დაუჯერეთ ფართო გზა იყო. გაჩერდ ეხლა უკვე At the ამის roundabout, აზრი და ის take აზრი the third ერთმანეთს exit ემთხვევა. to East Pacific Coast Highway. ეს დაარღვიო და ძალიან ძნელია მithmetes კალიფორნია ცოტა შარიანი შტატი რო არის ძალაუნებურად დაძაბული ხარ რა Take the ramp on the right to I-710 South. San Francisco-ს იმას აგავს რა. ეთი ჩვენ San Francisco-ში ვერ მოვხდით რა. ესეთი საინტერესოა. სულ აღმართებია, მაგრამ რატომაც ვერ მოვხდით. ხო ერთხელ ვიხავი და მაშინ ვერ გადავიღე. კაცი, აღმართზე ავედით და მე ოკეანე უნდა გამოჩნდეს წესით. ვიწროებაში შედიო, არა, ვერ შევარა. რიცხვია. კი არის რაღაც გზები, მაგრამ არა ვერ გავისწორი. აი შეუღიო მარცხნივ, მაგრამ ვიწრო ქუჩებია, არა. ხა შევხედე, აი პატარა ვიწრო, კი შევა ტრაილერი, მაგრამ მანქანები დგას და არ ჯობია ფართო იმაზე წავიდეთ. ჯობს მოუვაროთ. ეს კალიფორნია თბილი შტატი რო არის, ძალიან ბევრი მათხოვრები და უსახლკაროები არიან რა. ეხლა ის აწყალია გნახეთ. მანქანა მოეფარა. ისე მართლა რა პარადოქსია რა. დიდარისი, ღარიბი, ნარკომანი, სპორტსმენი, ყველა რაღაც ერთ სივრცეში არიან. ამერიკა მათრივ ძალიან მაგარია რა. აი საწყალი. მოდი ჩვენ საქმეს ვიხედოთ, თორე სამი არ შეუხვიო. უბრალოდ რა არის იცი მეგობრებო? ეხლა მე რო არ ვიღებდე, ხო? ადვილი იქნება, ჩვეულებრივად ვიქნებოდი, აი გადაღებაც რო გინდა და კაი მომენტებიც რო გინდა, იმითაც ცოტა დაძაბული. მაგრამ არა უშავს. თავარია, კაი გითხრათ აკად გადმოგცეთ და ნახოთ ის სიტუაცია რასაც უყურებთ ჩვენ ძღოლები
სან-ფრანცისკოსავით არის აღმართი და აღმართი ცოტა იქნება იმიტომ ოკეანის გვერდზე ბრუნვებით და ამდენი მორაგები საიდან გამოჩნდა ამას დაუჯერებ, იმიტომ რომ იმას ძალიან შორს მივყავარ. At the light, turn left onto Long Beach Boulevard. მატარებელია არა და იცით, ავიდი ახლა Long Beach Boulevard-ზე თუ მატარებელი ყოფილი ვაწყობს აქეთ. ნიშანი არაფერი არ არის და წავალ, იმიტომ რომ ამას მთელ წელს მარტივენებს, იქით ჰაივეიზე უნდა გავიდე, ჰაივეიზე პროტკალა და აქეთკენ სუბუქი მანქანის იმაზე წავალ. Continue on Long Beach Boulevard for 1.5 miles. არ მინდოდა რა ეს აქეთ ხო წამოვიდეს მანქანებით განა რა არა უშავს ეხა მონიკა მეუბნება უკან წადიდე იქ იმგზით წადიოდა მე არ უჯერებ და მიყვები მარგარიტა სუბუქი მანქანის აჩვენებს. In 1/4 mile, turn right after the strip mall. ასე მივლის სანამ თუ ნიშანი არ იქნა იმისი რაილერის შესვლა შეიძლება იქამდე მივლიდა. და ახლოსა ვარ თუ ფაქტიურად. ესეთ რომ გამაჩერო. Turn right at the traffic light. აქ წადიოდა მე არ ვუჯერო. ეგ შეიძლება ტრაქს აგე აწერია. რაილერით შეიძლება შესვლა პრობლემა არ მიქნება. Track route. ნახე პარადოქსი მეგობრებო ეს ტრაილერის ის მეუნება მარჯვნივ წადიოდა აგერ წაწერა რომ არ შეიძლება მარჯვნივ რო ტრაილერებმა შევიდნენ მიდი და დაუჯერე ახლა ამას ისე სუბუქი მანქანის იმას უნდა გავყვეთ ამ შემთხვევაში მაინც მესამე უკვე შენი აზროვნება უნდა დაატანო ეს მეუნება მარჯვნივ წადიო რომ დაუჯერო ახლა ტრაილერის ნავიგატორს არ შეიძლება იქ დაგაჯარიმები ამიტომ ჯობია შეადარო ხოლმე რა ზოლავ სუბუქი მანქანის ნავიგატორსა და ტრაილერის ნავიგატორს შორის ასეთი პროცესი მიდის ახლა უკვე ტრაილერი გეუნება აქ არ შეიძლება სიარული ჩვენ სხვა გზა არ აქვს ქალაქივით ყოფილა ეს Long Beach ნახე უკვე მაღალი კორპუსებიც ქონია ეს პოსტის ოფისი ეტყობე ძველი შენობა United States of America ეს ძველი შენობა
ასე თუ ისე მაინც Long Beach-ის ქუჩებში თუ ქუჩებში დავსეინო და In 600 feet, use the middle lane to turn right onto East Ocean Boulevard. რაღაც წარმოდგენა ვექნება. Turn right at the traffic light. At the light, use the middle lane to turn right onto East Ocean Boulevard. ეხა მარგარიტას და მონიკას აზრები ერთმანეთს დაემთხვა. ეს რა ლამაზი შენობა, Commercial Bank, Storyland Square. აი რაღაც აქ მოდივართ და იქით უკვე აი იმ შენობების აი რა ქვია იმას Long Beach Terrace Theater თეატრია და იმის იქით უკვე ოკეანეა. ოკეანის შუა ვიბანაოთ მეგობრებო, გახსოვთ მაშინ რომ ჩავხდით ოცნება რომ ავისრულეთ. რა ვიცი თუ მოგვეცად რომ რატომაც არა მეგობრებო. 25 გრადუსი სითბო არის. მაგრამ აქ ხო იცი როგორ ცივი ისინია. მაგის დროს ვინ მოხსებს. რამდენი კორპუსები ყოფილა. რაღაც ბათუმის სტილშია რა. აქ ტრაილერით შესვლა არ შეიძლება. ბულვარის იქით რო გაუყვები, ასეთ სახლები რა მარიოტის სასტუმროს ყოფილა აგერ. ბრიკერს ხოთაბა საჩევიდოთ ახლა ჩვენ. აქ ცოტა მეგობრებო ახლა მე გადაღება შევეშვები, იმიტომ რომ At the light, turn left onto South Pine Avenue. At the traffic light. ჯა ვიწრო ადგილებში მოვდივარ და რაღაცა შეცდომა არ მომივიდეს. თუმცა აქ შეიძლება გამოჩნდა, მაგრამ კონე აი ქონდა მოუხიოთ. ტრაილერები არის და უკვე ცოტა თამამად In 1,000 feet, turn left. უკვე ახლოსა ვარ სალღას და ბოროს თუ მავირიე. 200 South Pine Avenue on the left. აი მგონი აი ეს არის. აი ეს არის გამოფენის ისა და მან უნდა გადმოვთვითონ თუ ახლა უკვე აღარ ვიცი რა ვქნა, ბოლოში მივიდე თუ არ გავჩერდე თუ. აი ეს შენობა რა, ეთყობა ეს გამოფენის ისინია. და აი ტრალერებიდან სადღაც უნდა გავჩერდე, აი შოტიკომ კი მითხრა სადღაც აქ არისო, ეცე. ჩემი მეგობარი შოტიკო იყო აქ ნამყოფია და წავიდე ას მოდი პროგრამას მოვატრიალებ საათი ხოდით უნდა მიხვიდო შოთა მითხრა და ინი ავენიუ მეგობი ახლა მოდი დაგშორდები ცოტა ხანი და ხო ეს არის აქ მომიყვანა და ეს არის ცენტრალური შესახვევი. გუშინ ჩემმა შოტიკომ მითხრა გუშინო ასე იქ წადიო. მოდი აქ ახლა მოვატრიალებ მე. კიდე კაი გუშინ შოთა დაურეკე და იმან ამიხსნა. ახლა პირად რო იყო გავუყურე ახლა ეს არის ცენტრი ისა შესასვლელი და ცენტრალური შესასვლელი მან საერთოდ არ შევა. შოტიკო მითხრა ასე შეხვალო მე რომ მარჯნივო და იქოს დაცვა იქნებაო. ამეს ნომერი მაქვს ვინ
ესე იგი საგამოფენო დარბაზია რა. მოდი ახლა ჩვენ ავფრათ ისე რომ აი კიდე კაი გუშინ შოტიკო მიხსნა ყველაფერი. ერთხოლი იყო და ის ზეძებდა და აი დაბნეული იყო. გავჩერდე რომ აილერებით განარო და დაცვაო და ახლა ისეთ ადგილას უნდა გავჩერდე რომ არ დამაჯარიმო ეს. იქ წადიო ეს მეუნება თუ რაღაცა ტიპი გაიჩითა და I said delivery here. Parking in front of the pickup truck. Okay, thank you. რაღაცა მივხვდა, ესე იგი რაღაც ღონისძიება და აი პიკაპ ტრაკის წინ დადექიო. ადგილიც არის ძალიან კარგი. შოთი კომიტა უკანასვლით უნდა მიხვიდეო. აი მეძახის რა. ეს ღონისძიება და იცოდნენ რომ ვინ უნდა მოსულიყო და აგერ ახლა გავარკვევ სიტუაციას. Okay. To number 1 on the right side. When he truck will go out, yeah? A1. So it's going to be on the first one. All right? Okay, but I have to wait it when truck is coming, yeah, okay. Hold on. რაღაცა დაემთხვა, ხო, რაღაცა. აი ეს არის სამუშაო პროცესი, მეგობრებო, ასეც ხდება. მაგრამ ჩვენ შოტიკოს უთხრათ მადლობა, რომ ასე წინასწარ გვითხრა. ესე იგი, გუშინ ამიხსნა, ასე წახვალო და მე ზადნი ხოდით შევალო იქით რა. ალბათ მე მეტყვის ეს კაცი. და უკან ახეთ მანქანა იმას დავასწარი, ის მე რომ მოვედი, ის ძღოლი ურეკავდა იმას და რაღაცა დავასწარი. ჩვენი სავიზიტო ქუდი და დავიხუროთ და გავიდეთ ერთი რა ხდება. რაღაცა ხმა გამოუშვა და რატო რა ხდება ვერ ხვდები. შნანგი ხო არ გამეს. ეს მაგადა გუშინ არის ხო ზაქშო გადაუღედა. უბრალოდ რაღაცა ხმა გამოდეს ახლა და შნანგი ხო არ გაიხა. ეძახე შენ ახლა ახალი ტრაილერი და მგონი ხაერს უშვებს. ხმამეს მის და არ ვიცი რა ხმა არის რა. უკვე გახლული არ შვეს. ესე და ამის გაფუჭება ნამდვილად არ გვაწყობდა ახლა და ნახოთ შეიძლება თვითონ გასწორდეს. ესეც სამუშაო პროცესია. რა შვებით ამ დროს წნარად ჩვიდათ მივყებით საქმეს. თავარია ეს არ გამეჭედოს ისი ბრალია ბახაირი. წამოვიდე ეს მეძახის კაკრას ბოდიო წინ დააყენეო. აი პრობლემა შემექნა ახლა რა. ეს ხაერი გაზდის ეთქობა და ის მეუნება მოდი ახლა გამოდიო და ვაფსებ თავარია სიწყნარე შევინარჩუნე. აი ზა ჩვენი მანქანა ახლა პრობლემები ნამდვილად არ გვინდა რა. ხაერი გაზდის ხაერი და თავარი ხა შევიყვანო რაღაცნაირად. უკან წამოდია. უკანასვლით მივიდივარ და ავიღე აღმართივით არის და თავარი ხა მანქანა არ გავდიფიქრდეს. აი და მე ამ დროს მომივიდა ეს აღმართზე არ გინდა აყვანა ეს. ეს
ვერ მუშაობს კარგად. ეს გამიცხელა ესა. თან ეს აღმართი რო არის. დავაყენებ ახლა მე მოგიყვებით უცბად მეგობრებო რა მოხდა. და რატო არ აცეთ რიარიაში. აი მან გააღო კარები. პიტაპიტ დააყენეო და თავი ეს არ გამიცხედეს რაღაც სუნი აუშვა მანქანა. უშ როგორც იქნა დავაყენე მეგობრებო ახლა მოგიყვებით ყველაფერს. ამ ჩვენმა მანქანამ გამოუშვა ჰაერი. სუნი დგას რაღაც სასწაული და ეს აღმართზე ხო ამოდიხარ. წყალი გამიცხელა. ამ ფიქრობ რომ ეს გადმოტვირთვან. და ნახოთ ებრა ჰაერი გამოსდით თუ არა. ნუ თავარი ახლა ეს დავაყენე. ამას გადმოტვირთავენ ალბათ, მაგრამ ჰაერი რატო გამოდი? ახლა აღარ გამოდის ჰაერი. ნახოთ ახლა. თავარი ისინი გადმოტვირთვან ამათმა. ეს მოუტანეთ კაი ჯანდაბას. ეხლა ჩვენი პრობლემა გვაქვს ეხლა მეგობრებო. ეხლა კი ვიძახით ეს კალიფორნია კაია, მაგრამ ეს არის თქვა შვეცკი ვარიანტი და ისინი და ეხლა მთავარია ჩვენი მანქანა არ გავგეფუჭდეთ და შევამოწმოთ აბა ეს ყველაფერი. სუნი აქ ამას ეტყობა, მაინც აღმართზე რომ მოვდიოდი თქო. ჰელო. აი დისციპლინი ბრალი ხო არ არის რა. ამ ძღოლმა მკითხა რა სუნიაო რა ბრეიქის არის ცოტა რა ვიცი ახლა ნახავ მეთქი და შევამოწმოთ. სუნია დამწვრის და აი აქედან გამოდის მაური რა. ისი ბრალია. აი ნახეთ როგორი ხმა არის. აი რაღაც ხმა არის ეს ხო. აშკარად ჰაერი გამოდის რა. აიდან გამოდის ხმა თო. ვეღა და ხმა აქ შენ რუსმანო აქ რა გინდა? ნუ ნებისმიერ ვარიანტში აქედან ჰაერი გამოდის ესე იგი ეხლა სუნი რატო იყო ეტყობა? აი სუნი აქედან ეხლა ფიქრობ ეს არის გაფუჭებული თუ სუნი დგას და ამის ბრალი რატოა ვითო? ეს არ დამეჯახს. ეხლა სუნი დგას საშინელიდან, ნუ თუ ვერ გავიგე ახლა თავარი მიზეზი დავადგინო რა ხდება რატოა? სუნი თუ იმის ბრალი იყო რომ აღმართზე ამოვედი და ფუქსაობდა ნუ გავარკვიეთ რომ ჰაერი გამოდის. წითელი ჩავწიე და რო ჩავწვე მაშინ არა, აქედან აშკარად გამოდის რა. ნუ ეს მისაყვანია. აბა.
და ვიცი, მოდე გამოვთიშავ ახლა მატოს. ეხლა გამოვთიშავ, თუ დაიცალა. ნუ, უკვე 98% ხაერი აქედან გამოდის, გასაგებია. ეს გასაკეთებელია. მაგრამ რატო დარდობ და რა მანაღლებს ახლა მე? სუნი დგას ძალიან საშინელი. ვითომ ციკლენემა რა შუაში ეს ავტომატია. ასია. გონია ახალი მანქანა, გონია ახალი ტრაილერი ყავს და დაველოდოთ ახლა ცოტა ხანი. აი სუნი მადარდებს რა. I looking why it's so smell. You broken something? I don't know why it's a smell. You feeling? Yes, smell. Yeah. When you started, Yeah. the smell No, started out. AA is go out. Yeah. Maybe it's shift inside. I just checking. I don't know. Just. Man's right. Okay, that is soon. Yeah. Just I will help you one moment. Slowly, gadmovida. You feeling smell? Yeah. Maybe it's a manual inside something. I think it's a close. Clutch, yeah? Yeah, Because it was close. a It's hit. a close, yeah. But has to go out, yeah? Smell. Yeah, it's not here. Yeah, I think it's a close. Maybe needed to time out. Paper, I'll give you. One moment. You think it's clutch, yeah? Yeah. Maybe. I think you think. I'm also think, but we see. Yeah. Too much gas. Yeah, yeah. Ну, ერთ სიტყვით მეგობრებო, იმედია კარობკის სისტემის ბრალი არ არის. აი ნახოთ ეს ისა და ყოველ შემთხვევაში ის ვიცით, რომ უკან ჰაერი გადის. და მორიგი პრობლემა. რას ვაკეთებ? სიმშვიდე და სიწყნაი და ეხა გადმოვრეკავ და მივხედავ და ასე შემდეგ. უბრალოდ პრობლემა რა არის, მეგობრებო, მე ხა მიმყოფები ისეთ თქვათ პრესტიჟურ ოკეანის პირას, სადაც ეს გამოფენები, ну ერთ სიტყვით სვეცკი და საგამოფენო ისინი რო ხდება რაღაცეები, ღონისძიებები. თავი ახლა ამას გადმოტვირთავ და მე მივხედავ უკვე ამ მანქანას და ამ ამბებს უკვე შემდეგ ვიდეოში გეტყვით. ეს ვიდეო როგორ დავიწყეთ, ვითომ როგორ თქვით, რომ პოლიტიკაზე არ გვინდა, იმაზე არ გვინდა, გაჩვენეთ ზღორი ცხოვრებას და აი როგორც რა ქვია, სრული აღვიქვა, აგვისრულდა ესე აგვისრულდება ახლა ჩვენც ეს ამბავი. აგე, თავარია სიმშვიდე, სიწყნაი და მივხედო გზას, რაც იქნება, ეგ იქნება რა. მომავალ ვიდეოებამდე იმენია საინტერესო რაღაცას გადავიხარ. მაგრამ ის ყოველ შემთხვევაში ვიცი, რომ ჰაერი გამოვიდა, ეს პრობლემა არ არის. ბურს მივარ ამინაერად იქა და თავარია აი ეს არ იყოს გაფუჭებული. რა ქვია იმის სიჩქარეთა კოლოფის ამბავი არ იყოს გაფუჭებული. იმიტომ აღმართვი იყო ახლა და კარგით, აბა მომავალ ვიდეოებამდე. აი მეგობრებო, ზღოლილი სოლუდარება, ეხლა ეს ესპანელი დამიდგა და მეხმარება დავადგინოთ მიზეზი. უკვე თვითები ჩაწვა. იმიტომ მე დავრეკე იქა უფროსობაში სახელოსნოში წადიოდა, სახელოსნო ძალიან შორს არის. უბრალოდ ეს ჰაერი რო გამოდის, უბრალოდ ისიც მომიდა რომ აი ესპანელი რაგე წამოწვა გვიტაბის გამოიტანა არ დაიზარა და I think left side. Oh. This one, yeah? You find it? შლანგია დახეული ვიტო. It's chamber. Chamber, yeah? Yeah, chamber. Chamber, yeah. Chamber.
Can I go to Ontario like this? You think it's dangerous? No, it's not dangerous. It's not dangerous. You can drive. I can drive, I think also. Yeah. Yeah. Just the problem is Police. you lose air on the Yeah. compressor, but you can drive. Chamber, yeah, chamber. There's a chamber. Okay. Check that. The air is coming out from here. You find it, yeah? Okay. Look. You say chamber, yeah. Yeah, there's chamber. Okay. Yeah. Chamber is rally. And do one, you can lose a brake Yeah. and start Close, yeah? uh, The how to close. You know how to close? just I'm gassing here. This part, Okay. Okay. I know, yeah. this part, and then you do this. It's not going. Yeah, it's not. ესე იგი იქიდან ჩავკეტო, მაგრამ ახლა ключი მინდა მე. No, you can drive. Hey, I can drive. I'm think also drive. Yeah. Uh-huh. Amigo, thank you. Grazie. Yeah, the sound. Hey! წელი გა. Yeah. No, this guy has a lot of road over there. That guy has road over there. ორა ჩამბერი მა. ჩამბერი არის მეგობრებო, აი ეს ნაწილი რა. მე შემიძლია აქიდანა ჩავკეტო. აი ეს გავაუქმო. ამას That's it. That's it. ამის ის არა მაქვს ეხლა მე დაიცა. აი იყოს ამითი წავა. იმ ესპანელმა მითხრა შეგიძლია სიარულიო, მაგრამ მეც მაგის მომხრე ვარ, მაგრამ თავარია აი ეს სუნი ამის